დაბადებული მონობაში და გაჭიროებაში, ჯულია ჩინი ბავშვობაში მუშაობდა ისე, როგორც ნებისმიერი სხვა მონა. თუმცა მისი ცხოვრება შეიცვალა, როდესაც იგი გაგზავნეს რიჩარდ მენტორ ჯონსონის პლანტაციაზე, რომელიც იმ დროს აღმავალი პოლიტიკოსი და მომავალში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ჯონსონმა მალე ჯულია თავის ხარჯად აიყვანა, რითაც დაიწყო ურთიერთობა, რომელიც უჩვეულო, საკამათო და ძალიან რთული იყო. მან დაეხმარა მისი სახლის მეურნეობის მართვაში და მათი შვილების აღზრდაში, თუმცა ჯონსონმა მას არასოდეს მიანიჭა თავისუფლება. მაშ, რატომ დატოვა იგი მონობაში? და რატომ იყო იგი თითქმის წაშლილი ისტორიიდან? ჯულია, ჩინის ვინაობის გარკვევა, განსაკუთრებით მისი ადრეული წლების დეტალების, მარტივი საქმე არ არის. დემოგრაფიული ჩანაწერები არაზუსტად ინახებოდა მე-18 საუკუნის ბოლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა მონობაში დაბადებულ ადამიანებს. მაგალითად ვიცით, რომ ჯულია ჩინი 1790-იან წლებში დაიბადა, მაგრამ მისმა მთავარმა ბიოგრაფმაც კი მხოლოდ 1790-დან 1797 წლამდე დააკონკრეტა ეს პერიოდი. ეს არის მაქსიმალური სიზუსტე, რაც კი არსებული მტკიცებულებებით შეიძლება მივიღოთ. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ის 1790 წელს დაიბადა. სხვა წყაროები კი ამბობენ, რომ ის დაახლოებით 15 ან 16 წლის იყო, 1812 წელს, რაც ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 1796 ან 1797 წელს დაიბადა. იგივე მიზეზით, ბევრი დეტალი არ არის ცნობილი მისი მშობლების ან წარმოშობის შესახებ. მისი დედა იყო მონა ქალი, სახელად ანრიეტა. მიჩნეულია, რომ მისი მამა იყო თავისუფალი თეთრკანიანი კაცი, რომლის გვარიც მას მისცეს, რადგან ამ კენტუკის ნაწილში იყო ცნობილი ჩამოსახლებული ოჯახი, სახელად ჩინი. თუმცა უფრო ადვილია იმის დადგენა, ვინ იყვნენ ჯულიას დამონებლები. ის დაიბადა რობერტ საკს ჯონსონისა და მისი ცოლის ჯემაიმას პლანტაციაზე კენტუკის ბლუგრასის რეგიონში, რომელიც იმ დროს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთის ფრონტირზე მდებარეობდა. ჯონსონები დასავლეთით კენტუკიში გადავიდნენ 1770-იან წლებში და იქ პირველ ევროამერიკელ დასახლებულთა შორის იყვნენ. რობერტი მუშაობდა მიწის გამზომად და შემფასებლად. ის ეხმარებოდა კენტუკის მომავალი კოლონიზაციის რუკების შედგენაში. მათ ბევრი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ამ ისტორიაში გადამწყვეტი იყო მათი მეხუთე ვაჟი, რიჩარდ მენტორ ჯონსონი, რომელიც იქ 1870 წელს დაიბადა. მისი დაბადების დროს მონობა ბევრ თეთრკანიან ამერიკელს არ მიაჩნდა მორალურ კრიზისად, არამედ ჩვეულებრივ და აუცილებელ ინსტიტუტად, რომელიც დასავლეთის ფრონტირის გაფართოებაში იყო ჩაქსოვილი, როგორც მალე ვნახავთ. კენტუკი დასახლდა ვირჯინიიდან დასავლეთისკენ გადმოსული ხალხით 1760-იან წლებიდან და 1792 წელს გახდა კავშირის მე-15 შტატი. აქ მონების ფლობა სრულად კანონიერად ითვლებოდა და ახალი შტატებისთვის მონობის დაშვების საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაქცეული იმ მძაფრ პოლიტიკურ ბრძოლად, რადაც ის 1810-იანი წლებიდან გადაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ კენტუკი მონათფლობელი აგრარული შტატი იყო, პლანტაციური ეკონომიკით ის ასევე სწრაფად გახდა ყველაზე დიდი თავისუფალი შავკანიანი მოსახლეობის მქონე შტატი აშეთეშუში. ეს იმიტომ მოხდა, რომ მონები, რომლებმაც ვირჯინიას მსგავს ადგილებში თავისუფლება მოიპოვეს, ხშირად პირველები გადადიოდნენ დასავლეთში, რათა საკუთარი პატარა ფერმა შეეძინათ ან შორს ეცხოვრათ იმ ადგილისგან, სადაც მონობაში იყვნენ. ამასთან ერთად, ჯულიას დროს აქ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ადგილობრივი ამერიკელები, მაგალითად კრიკები და ჩოქტავები. ამან შექმნა ისეთი შტატი, სადაც სოციალური წესები, თუ როგორ ურთიერთობდნენ თეთრი დასახლებულები, შავკანიანები და ადგილობრივები, განსხვავებული იყო სხვა შტატებთან შედარებით. და ეს რასობრივი შერევა განსაზღვრავდა ჯულიას ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია დამონებული ქალის შვილი იყო, ის შორს იყო სუფთა დასავლეთ აფრიკული წარმოშობისგან. თუმცა მისი ეთნიკური წარმომავლობის სრული დეტალები დავის საგანია. უმეტესობა კვლევებისა დარწმუნებით ამტკიცებს, რომ ის ოქტორუნი იყო. ეს ტერმინი დღეს ხშირად გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც მხოლოდ ერთ მერვედით არიან აფრიკული წარმოშობის, ხოლო 7 მერვედი ევროპული ან თეთრკანიანი ამერიკელების შთამომავლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევა მართლაც მოხდა აშეთეშის სამოქალაქო ომამდე ისტორიაში, ეს უკიდურესად იშვიათი იყო. ეს სინამდვილეში ჯულიას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, ჯულია იმ დროის სხვა მონებზე უფრო ღია კანის ფერი იყო, ის მაქსიმუმ კვადრონი იქნებოდა, რაც ნიშნავს, რომ მას მინიმუმ 1/4 აფრიკული წარმოშობა ჰქონდა. ასევე ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორ გამოიყურებოდა ის. ფოტოკამერები ჯერ არ არსებობდა, სანამ ის გარდაიცვლებოდა და მე-19 საუკუნის მისი ნახატები შეიძლება სრულად ზუსტი არ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ძირითადად ევროპული ან თეთრი ამერიკელი წარმოშობის იყო, მას ისე ექცეოდნენ, როგორც ნებისმიერ სხვა მონა ბავშვს. მის დედას ანრიეტას საჭმელს აძლევდნენ მისთვის და მისი შვილებისთვის. ეს ბევრად ნაკლები იყო იმ მძიმე შრომისთვის, რასაც მათგან ელოდნენ.
ისინი გადაჭდნენ მონების ბაღში მცირე რაოდენობით უობიოს, კომპოსტოსა და კარტოფილის მოყვანით. მაგრამ როგორც ბევრი მონა, მუდმივად აკლდათ ცილა და მუდმივად არასრულფასოვნად იკვებებოდნენ. ჯულიას ბავშვობა სირთულეებითა და გაჭირვებით იყო აღბეჭდილი, მაგრამ როცა მოზარდობაში შევიდა, მისი ცხოვრება ისე შეიცვალა, რომ მისი ბედი პირდაპირ დაუკავშირდა ძლიერ ჯონსონის ოჯახს, ისე როგორც ცოტას შეეძლო წარმოედგინა. ჯულიას ცხოვრება მოზარდობის წლებში არ გამარტივდა. ამ დროს ჯულია დედასა და დას დააშორეს და გააგზავნეს, რომ რიჩარდ მენტორის, ჯონსონის უმცროსი ვაჟის ოჯახში ეცხოვრა. ჯონსონი დაახლოებით 30 წლის იყო და უკვე ამბიციური და მზარდი გავლენის მქონე ფიგურა გახდათ კენტუკის პოლიტიკაში. მან საკუთარი საცხოვრებელი მოაწყო ბლუ სპრინგის ფერმაზე, დიდ მამულში, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ჯონსონი დაუქორწინებელი იყო და სინამდვილეში ტრადიციული გაგებით ის არასდროს დაქორწინებულა. მოგვიანო ცნობების მიხედვით, როცა ის დაახლოებით 16 წლის იყო, მან ხელი სთხოვა ერთ ახალგაზრდა ქალს, მაგრამ მისმა დედამ კატეგორიულად არ მოიწონა ეს ურთიერთობა და მასზე ზეწოლა მოახდინა, რომ ურთიერთობა დაესრულებინა. ზოგიერთი ისტორია ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ჯონსონმა დაიფიცა, რომ აღარასდროს მისცემდა დედას ან ვინმეს უფლებას მის პირად ცხოვრებაში ჩარეულიყო. მიუხედავად იმისა, ნამდვილად დადო თუ არა ეს ფიცი, ამ გადაწყვეტილებამ განსაზღვრა ის არატრადიციული თანაცხოვრების ფორმა, რომელიც მალე ჩამოყალიბდა ბლუ სპრინგ ფერმაზე. როცა ჯუდი გაგზავნეს, ის მალე მისი ხარჯა გახდა. ძნელია გამოიყენო ისეთი ტერმინი, როგორიცაა მათ ურთიერთობა დაიწყეს, ან მსგავსი რამ, რადგან აშკარად ეს ჯულიასთვის თავდაპირველად ნებაყოფლობითი შეთანხმება არ ყოფილა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობის ხასიათი უფრო რთული გახდა. ასევე ზუსტად რამდენი წლის იყო ჯულია ამ ყველაფრის დროს უცნობია. თუ ის დაახლოებით 1786 ან 1787 წელს დაიბადა, მაშინ როცა რიჩარდთან საცხოვრებლად გაგზავნეს, ჯულია მხოლოდ დაახლოებით 14 წლის იყო. თუ ის რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 1790 წელს დაიბადა, მაშინ უკვე 20-იან წლებში შედიოდა. რაც უფრო კონკრეტულად არის ცნობილი, ისაა, რომ მან 1812 წელს ქალიშვილი სახელად იმოჯენი გააჩინა. მალევე მეორე ქალიშვილი სახელად ადელინი შეეძინა. ცოტა ეჭვია იმაში, რომ რიჩარდი იყო ამ ორი გოგონას მამა. ცხადია, ამ დროისთვის მისი და ჯულის ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო. ის კვალ მონა იყო, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ ის მას თავის ცოლად მოიხსენიებდა და სტუმრების მოსვლისას ბლუ სპრინგ ფერმაზე იმოჯენსა და ადელინს თავისუფლად თავის ქალიშვილებად წარადგენდა. მათ ასევე ჯონსონის გვარი ჰქონდათ. ბოლოს მან მოაწყო, რომ მათ საკუთარი მიწა მიეცათ, ხოლო ისტორიკოსების უმეტესობა რიჩარდსა და ჯულიას საბოლოოდ არაოფიციალურ ფაქტობრივ ქორწინებაში ყოფნას მიაკუთვნებს, რომელიც ჩვეულებრივი სამართლებრივი სტრუქტურების მიღმა იყო. რიჩარდ მენტორ ჯონსონი ძირითადად ცნობილია დღეს როგორც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 1837-დან 1851 წლამდე, როდესაც მარტინ ვან ბიურენი იყო პრეზიდენტი. მაგრამ მისი პოლიტიკური კარიერა 46 წელზე მეტხანს გაგრძელდა. პირველად იგი კენტუკის წარმომადგენელთა პალატაში 1804 წელს აირჩიეს. 3 წლის შემდეგ ის ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა კენტუკი კონგრესში წარმოედგინა როგორც ფედერალური წარმომადგენელთა პალატის წევრს. მან ეს თანამდებობა 1819 წლამდე ეკავა, როდესაც შეძლო და კენტუკიდან აშშ-ს სენატორის არჩევნებში გაიმარჯვა, რასაც მოჰყვა 8 წლიანი მუშაობა წარმომადგენელთა პალატაში 1839 წლიდან და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ვერ მოესწრო ჯონსონის ვიცე-პრეზიდენტად გახდომას, მისი პოლიტიკური კარიერა მნიშვნელოვანი იყო ჯულიას ცხოვრების გზის ფორმირებაში. რადგანაც მან არასდროს იქორწინა თეთრკანიან ქალზე და არ შექმნა იმ დროის მე-19 საუკუნის დასაწყისის სტანდარტებით უფრო ტრადიციული ოჯახი. როცა ის წელიწადში დაახლოებით 6 თვით ვაშინგტონში იყო, ჯულია ფაქტობრივად თავად მართავდა ბლუ სპრინგის ფერმას კენტუკიში. ეს იყო პლანტაციის ტიპის ფერმა, სადაც ბევრი მონა მუშაობდა. ჯულია მართავდა მას. ის ურთიერთობდა კონტრაქტორებთან, რომლებიც მათ პროდუქციას ყიდულობდნენ და ასევე ყიდულობდა საჭირო ნივთებს ოჯახისთვის და ფერმისთვის. ის ასევე ორგანიზებას უწევდა და ატარებდა სოციალურ ღონისძიებებს, რომელთაგან ბევრი იმ დროს ტარდებოდა, როცა რიჩარდი ვაშინგტონიდან კენტუკიში ბრუნდებოდა და ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს ხვდებოდა. ამბობდნენ, რომ ჯულია ძალიან კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ეხმარებოდა იმ დახვეწილი ატმოსფეროს შექმნაში, რასაც ასეთ შეკრებებზე ელოდნენ. როცა ჯონსონი ყოველ წელს ვაშინგტონში მიდიოდა თავისი პოლიტიკური კარიერის გასაგრძელებლად, მან ჯულიას ანდობდა იმ ფულსაც, რომელსაც წინასწარ იღებდა, რაც იმ ეპოქაში მონა ქალისთვის უჩვეულო ნდობის გამოხატულება იყო. ჯულიას საქმიანობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ლურჯი წყაროს ფერმის მმართველად იყო ჩოქტოს აკადემიის დაარსება ამავე ფერმაზე. ეს იყო პანსიონი, რომელიც ფერმაზე აშენდა ამერიკელი ინდიელი ბიჭებისთვის. ჯულიას ხელმძღვანელობით ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ზოგიერთი თვალსაზრისით ეს ჯულიას მიერ საკუთარი ქალიშვილების განათლებაზე ზრუნვის ერთგვარი გაგრძელება იყო.
მან ადგილობრივი მღვდელი და მქადაგებელი თომას ჰენდერსონი დაიქირავა იმოჯენისა და ადელაინის განათლებისთვის. შემდეგ კი ჰენდერსონმა სკოლაშიც დაიწყო სწავლება. ჩოქტოს აკადემია დღემდე ნაწილობრივ დგას. კენტუკის ბლუ სპრინგ ფერმაზე შენობის ნანგრევები მინდორში დგას, თუმცა ბუჩქები და ხეები დიდი ხანია კედლებში შეჭრილა და სახურავიც თითქმის მთლიანად ჩამონგრეულია, საუკუნეზე მეტი უყურადღებობის შემდეგ. თუმცა ყველასთვის, ვინც კენტუკის ამ ნაწილში ცხოვრობს, ჯულია ჩინის ცხოვრების ამბის ცოცხალი ნაწილი ჯერ კიდევ ჩანს იქ და შეგიძლიათ ნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი თითქოს მიუთითებს ჯულია ჩინსა და რიჩარდს შორის თითქმის თანასწორ ურთიერთობაზე, 1820-იან წლებში სინამდვილეში ეს ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, კენტუკის ადგილობრივი საზოგადოება ითმენდა კონგრესმენსა და მის ასე ვთქვათ ცოლს შორის უჩვეულო კავშირს, მაგრამ აშკარად მათ დახურულ კარს მიღმა აკრიტიკებდნენ. გარდა ამისა, მათი ურთიერთობა ძალიან უჩვეულო იყო და იმ დროის რასობრივი გამიჯვნის კანონებმა ჩამოაყალიბა. 1815 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ჯონსონი იულიას სრულად კანონიერ მფლობელად იქცა, თუმცა ის არ გაათავისუფლა. ის იურიდიულად მონად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონი ღიად აღიარებდა მათ ქალიშვილებს და საკუთარ შვილებად ზრდიდა. ისტორიკოსების აზრით, ჯონსონმა შესაძლოა იულია არ გაათავისუფლა, იმიტომ რომ ემანციპაციამ შეიძლება შეასუსტა ის კავშირი, რომელიც ერთი მეცნიერის თქმით იულიას მასთან აკავშირებდა. ასევე იმ დროის კანონმდებლობით რასებს შორის ქორწინება კენტუკიში აკრძალული იყო, ასე რომ თუნდაც ჯონსონს იულია გაეთავისუფლებინა, ისინი მაინც ვერ დაქორწინდებოდნენ კანონიერად. თუმცა იულიას სახლში გავლენა ნამდვილად ჰქონდა. მან მოაწყო, რომ თავისი ძმა დანიელი და მისი ოჯახი ბლუ სპრინგ ფერმაზე გადმოეყვანათ, სადაც ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ. თუმცა 1821 წელს ისინი გაყიდეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ჯონსონს პოლიტიკური კარიერის შენარჩუნებისას ფინანსური წნეხი ემატებოდა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ჯულიას ზოგჯერ უჭირდა დისციპლინის შენარჩუნება პლანტაციაზე, მისი მონობის სტატუსის გამო. ჯონსონის წერილებიდან ჩანს, რომ მან თავის თეთრკანიან თანამშრომლებს დაავალა დაემორჩილებინათ მისი ავტორიტეტი. თუმცა ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მონა მუშა მის ბრძანებებს არ ემორჩილებოდა და მეზობელი კაცები არ იყვნენ მზად დახმარებოდნენ, როცა ჯულია მათ დასჯაში დახმარებას თხოვდა. 1823 წლის ზაფხულში ჯულიამ მძიმედ დაავადდა ქოლერით, რომელიც ამერიკის შუა-დასავლეთში გავრცელდა. ქოლერა მე-19 საუკუნეში ცნობილი იყო როგორც ლურჯი სიკვდილი, რადგან ის მასობრივად გავრცელდა ევროპასა და შემდეგ ამერიკაში 1810-იანი წლებიდან 1890-იან წლებამდე და მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. ეს მოიცავდა ქოლერის აფეთქებას ჩოქტოების აკადემიაში, სადაც ბევრი სტუდენტი დაავადდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯულია ბავშვებს ჯანმრთელობას უბრუნებდა, მაგრამ საბოლოოდ თავადაც დაავადდა. ის გარდაიცვალა ამის შედეგად და გახდა ერთ-ერთი მრავალი მსხვერპლთაგან 1830-იან წლებში, რაც ამ დაავადებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი პერიოდი იყო. ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რამდენი წლის იყო ის, როცა გარდაიცვალა. ის ან 40-ის დასაწყისში იყო, ან 30-ის ბოლოს. მისი დაკრძალვის ადგილიც უცნობია. იულიას გარდაცვალების შემდეგ რიჩარდი, როგორც ამბობენ, ძალიან დამწუხრდა. შემდეგ წლებში მან პლანტაციაზე კიდევ ერთ მონაქალთან დაიწყო ურთიერთობა. როცა მოგვიანებით მან სხვა კაცთან გადავიდა, ჯონსონმა ის დააკავებინა და აუქციონზე გაყიდა. შემდეგ მან მსგავსი ურთიერთობა დაიწყო მისი დისთან, რომელიც ასევე მონა იყო. ჯულიას ამბავი მრავალი ათწლეულის განმავლობაში დავიწყებული იყო. სინამდვილეში ამას დაფარვა უნდა ეწოდოს. 1836 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიჩარდის პირად ცხოვრებასა და მონა ქალთან მის სკანდალურ ურთიერთობას ბევრი უარყოფითი პიარი ახლდა. მაგალითად გავრცელდა პამფლეტი, რომელიც რიჩარდ მენტორ ჯონსონს, იულია ჩინთან ურთიერთობისა და მათი ორი ქალიშვილის გამო აკრიტიკებდა. 1836 წლის ერთ კარიკატურაზე ჯონსონი გამოსახულია თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რომელთაგან ერთს ხელში ჩინის პორტრეტი უჭირავს. ხატვარმა განზრახ გაამუქა ჩინისა და გოგონების კანის ფერი, რათა გაეზარდა რასობრივი სტიგმა და საჯაროდ დაეცინა მისთვის. მიუხედავად მისი პირადი ცხოვრების გარშემო არსებული სკანდალებისა, რიჩარდ მენტორ ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს მარტინ ვან ბიურენის კანდიდატურით. 1850 წელს ჯონსონი კვლავ პოლიტიკაში მუშაობდა, მაგრამ იმ დროისთვის მისი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა უკვე გაუარესებული იყო. ის გარდაიცვალა ინსულტით 19 ნოემბერს 70 წლის ასაკში. ის დაკრძალეს ფრანკფურტის სასაფლაოზე, ფრანკფურტში. ჯულიასთან მისმა ქალიშვილებმა მზითევად მნიშვნელოვანი ფერმები მიიღეს და თეთრკანიან მამაკაცებზე დაქორწინდნენ, თუმცა ისინი მის ანდერძში არაფერს მიიღებდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ორმა ძმამ, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ჯონმა და ჰენრი ჯონსონმა, როგორც ჩანს, გაანადგურეს რიჩარდის დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები.
აქ ალბათ ორი მოტივი იყო. პირველ რიგში მათ სურდათ რიჩარდის საკამათო ურთიერთობისა და იმისა, რომ ჯულიასთან ორი ქალიშვილი ყავდა ყველა მოგონების წაშლა. მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდი გარდაცვალების დროს განსაკუთრებულად მდიდარი კაცი არ იყო, მან დატოვა ისეთი დიდი ქონება, რომ მის ორ ძმას მისი მიღება სურდა. იმის ნაცვლად, რომ ქონება იმოჯენს, რომელიც 1850 წელს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, გადასცემოდა. მათ იპოვეს მოსამართლე, რომელიც მზად იყო დახმარებოდა მათ რიჩარდის შერეული რასის ქალიშვილისთვის მიწების არ გადაცემაში. სასამართლომ გამოაცხადა, რომ მას არ დარჩენია ცოლი, შვილები, მამა ან დედა ცოცხალი. ასე რომ გაყალბებული ანდერძი ოფიციალურ ჩანაწერში შევიდა. რიჩარდის დოკუმენტების განადგურების შემდეგ და მისი ქონების ძმებსა და მათ ოჯახებზე გადაცემის შედეგად, ჯულია ჩინის ისტორია გარკვეულწილად დადუმდა. ეს ასე იყო მე-20 საუკუნის ბოლომდე, სანამ ერთ-ერთ გამოცემაში არ გაკეთდა მოკლე მინიშნება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსა და მის მონაცოლზე. ამ მინიშნებებმა ბოლო წლებში რამდენიმე მკვლევარში საკმარისი ინტერესი გამოიწვია, რომ მის ცხოვრებასა და ეპოქაზე სხვადასხვა კვლევა გამოქვეყნდა, მათ შორის ამრიტა ჩაგრაბორდი მაიერსის სრული ბიოგრაფიული წიგნი. ამგვარად, ჯულია ჩინის ვიცე-პრეზიდენტის მონაცოლის ისტორია დაიწყებას გამოაცალეს. მიუხედავად იმისა, რომ ბლუ სპრინგის ფერმის დიდი ნაწილი გაქრა, ადგილობრივი მემკვიდრეობის დამცველების ძალისხმევამ ჩოქტო აკადემიის გადარჩენილი ქვის შენობის გამაგრებაში ხელი შეუწყო იმას, რომ მაინც შენარჩუნდეს იმ ადგილის ნაწილი, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა. ამ გზით ჯულია ჩინის ხსოვნა, რომელიც ოდესღაც თითქმის მთლიანად წაშლილი იყო ისტორიიდან, კვლავაც იპოვება და იხსენება. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ჯულია ჩინზე. იმედი მაქვს საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის. კომენტარებში დაწერეთ, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე და თუ გაქვთ რაიმე წინადადება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწევილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ მომდევნო დავიტყებული ცხოვრებების ეპიზოდში ისევ გნახავთ. გმადლობთ.